ნეო აქამდეც დაგიწერე და არ გამეცი პასუხი. და ახლა გაუნათლებლობაზე მელაპარაკები. კარგი, მაშინ ეხლა ამიხსენი, რატომ არ შეესაბამება შენი რელიგია ევოლუციას. ეს არის ერთი და სავსებით საკმარისი მიზეზი, რომ უარყო რელიგია. ევოლუცია არის ფაქტი. ღმერთო უშველი, რომელიც მილიონჯერ არის დამტკიცებული. ბიჭო, რატო მიწევს, რატო ღმერთო, როდემდე ვიყო აქ. რომელიც მილიონჯერ არის დამტკიცებული ჩემზე გაცილებით უფრო განათლებული მეცნიერების დახმარებით აღმოჩენილი და შენი რელიგია რაღაც რასაც ასე გამწარებულიცა არ შეესაბამება ამ სიმართლეს. ზუსტად ამიტომ დავწერე არ შეესაბამება სიმართლეს, რაც სავსების სიმართლეა, რადგან შენი წიგნი არ ლაპარაკობს ევოლუციაზე, არამედ ადამიანზე და ევაზე. ეს არის ტყუილი, რაც სამწუხარო შენი ვიდეოები სამწუხაროდ ვერ შეცვლი. აუ, პირველ რიგში ნინო ძალიან გთხოვ, რომ სასვენი ნიშნები წერო ხოლმე კომენტარი დავიტანჯე კითხვის დროს, მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ. სანამ უშუალოდ ახლა პასუხს გავცემ კომენტარს, მე ამ ადამიანს დაუწერე კომენტარებში, რომ ანუ მეთქი რომელ ევოლუციას გულისხმობ, იმიტომ რომ თვითონ ტერმინი ევოლუცია არის არაერთმნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრი ტიპის ევოლუცია არსებობს, მაგალითად არსებობს კოსმიური ევოლუცია, ვარსკვლავური ევოლუცია, ქიმიური ევოლუცია, ორგანული ევოლუცია, მერე მაკროევოლუცია, მიკროევოლუცია და ასე შემდეგ. და ამიტომ ვკითხე, რომ რომელი ტიპის ევოლუციას გულისხმობ მეთქი. 99%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ თავისთავად მაკროევოლუციას გულისხმობ და იმ დარვინისტულ ევოლუციას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სხვა ტიპის ევოლუციებზე არც კისმენია და ვიცოდი, რომ მაგას გულისხმობ და მაგრამ მაინც დასაზუსტებლად ვკითხე, რომ რომელი ტიპის ევოლუციას გულისხმობ, მაკროევოლუციას თუ მიკროევოლუციას, იმიტომ რომ მაგალითად მიკროევოლუციის ჩვენს გვჯერა ქრისტიანებს მიკროევოლუცია არის ცვლილება და ადაპტაცია დროთა განმავლობაში, ანუ შიდა სახეობრივი ცვლილებები. ხო და ვკითხე დასაზუსტებლად, რომ მეთქი რომელი ტიპის ევოლუციას გულისხმობთ, ხო მაკროს თუ მიკროს და აი ამას პასუხობს. მიკრო და მაკრო ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. არ მჯერა რომ ასეთი რაღაც დაწერე, მარტო ვეშაპითაც კი დაგიმტკიცებ, რომ ვეშაპმა მიკრო და მაკრო ევოლუციაც განიცადა. მოკლედ ეს ადამიანი ამბობს, რომ მიკროევოლუცია ყველა ვარიანტში მაკროევოლუციაში გადადის და ანუ თუ მიკროევოლუცია გვაქვს, ყველა ვარიანტში მაკროევოლუციაც გვაქვს, ანუ ასეთი ლოგიკით მსჯელობს და ძალიან ბევრ ადამიანს ეშლება ეს და ჰგონიათ, რომ მიკროევოლუცია ავტომატურად ყველა ვარიანტში მაკროევოლუციაში გადადის და ერთი და იგივეა და ძირითადად ამ შეცდომას უშვებენ ადამიანები, რომლებსაც ახალი დაწყებული აქვს ბიოლოგიის შესწავლა. მოდით ახლა ავხსნათ თუ რატომ უშვებენ ამ შეცდომას. ესენი ასე ფიქრობენ, რომ თუ ხდება პატარა ცვლილებები, ანუ მიკროევოლუცია, ბევრი ასეთი ცვლილება გამოიწვევს დროთა განმავლობაში დიდი მასშტაბის ცვლილებას, რაც არის მაკროევოლუცია. მაგრამ ეს არ შეესაბამება რეალობას, მეტიც ეს არის ლოგიკური ფალასი, კერძოდ კატეგორიების არღრევა, იმიტომ რომ რაოდენობრივი ცვლილება ყოველთვის არ იწვევს ხარისხობრივ ცვლილებას. ერთი დონის გაფართოება არ გაძლევს ახალ კატეგორიაში გადასვლის საფუძველს. მოდით ახლა კარგად რომ გავიგოთ, რასაც ვამბობ, განვმარტოთ რა არის მიკროევოლუცია და რა არის მაკროევოლუცია. მიკროევოლუცია არის მცირე ცვლილებები უკვე არსებულ სახეობაში. მაგალითად ბეწვისფერის ცვლილება, ან ნისკარტის სიგრძის განსხვავება, ან ბაქტერიის რეზისტენტობა ანტიბიოტიკისადმი და ასე შემდეგ. ეს ცვლილებები მოდის უკვე არსებული გენეტიკური კოდიდან, არ ქმნის ახალ ინფორმაციას და არ ცვლის ამ სახეობას სრულიად ახალ ფორმად. მაკროევოლუცია არის ახალი ორგანოების, ფუნქციების, სისტემების და სახეობების წარმოშობა. მაგალითად, თევზიდან ამფიბიის, რეპტილიიდან ფრინველის, სახმელეთო ცხოველიდან ვეშაპის და ასე შემდეგ. რაც მოითხოვს ახალი გენეტიკური ინფორმაციის წარმოქმნას და სისტემური გარდაქმნის ახსნას, რაც მიკროევოლუციასთან პრაქტიკულად არაფერში უოში არ არის. ახლა კიდევ უფრო ადვილად გასაგები რომ იყოს თუ რატომ არ ნიშნავს მიკროევოლუცია ავტომატურად მაკროევოლუციას, მოვიყვანოთ ძალიან მარტივი მაგალითი. აი წარმოიდგინე რომ მყავს მანქანა და ამ მანქანას შენ შეგიძლია რაღაცეები შეუცვალო, რაღაც მიკროცვლილებები აწარმოო. მაგალითად შეგიძლია შეუცვალო საბურავები, შეგიძლია შეღებო, შეგიძლია რაღაცა ძრავის ზოგიერთი მახასიათებელი შეუცვალო, შეგიძლია სავარძლებს შეუცვალო დიზაინი. აი ეს მიკროცვლილებები აკეთეთ უგინა მილიონი წელი შენ და შენმა მომდენო თაობებმა ეს უცვალეთ. მანქანა თვითმფრინავად ხო მაინც არასდროს არ გადაიქცევა, ხო ასეა? რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ეს მიკროცვლილებები. მაკროცვლილებად ხო არ მოხდება, თვითმფრინავად გარდაქმნა ხო არ მოხდება. იმიტომ რომ თვითმფრინავისთვის უკვე საჭიროა ახალი კატეგორიები. მაგალითად რეაქტიული ძრავი,
ფრთები, აეროდინამიკა, მართვის ახალი სისტემა. ასე რომ მანქანაში რაც არ უნდა ბევრი, რაც არ უნდა დიდი ხნის განმავლობაში მიკროსრულება აწარმოო, თვითმფრინავად მაინც ვერ გადაიქცევა. ანალოგიურად ვერასდროს ვერ გადაიქცევა, რაც არ უნდა დიდი ხანი გავიდეს მაიმუნი ადამიანად. ან რეპტილია ფრინველად, ან ხმელეთის ცხოველი ვეშაპად და ასე შემდეგ. იმედია ახლა გაიგე, რომ მიკროევოლუცია ავტომატურად არ ნიშნავს მაკროევოლუციას და თუ ამაში ეჭვი გეპარება, სადაც გინდა გადაამოწმე. ოღონდ სადღაც სკოლაში ჭეკლასის ბიოლოგიის მასწავლებელთან არ გადაამოწმო. გინდა მეცნიერებთან გადაამოწმე, გინდა ხელოვნურ ინტელექტთან, გინდა Google-ში მოიძინე ინფორმაცია, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ფაქტი. მოკლედ, იმედია გავიგეთ, რომ მიკროევოლუცია ავტომატურად არ ნიშნავს მაკროევოლუციას. მოკლედ, ახლა დეტალურად ავხსნი, თუ რატომ არის მაკროევოლუცია, ანუ ეგ დარვინისტული ევოლუცია სიცრუე. დეტალურად ავხსნი ამ ყველაფერს. ნინო, შენ ჩემო მეგობარო, შეგიძლია უკვე გათიშო ვიდეო, იმიტომ რომ აქ უკვე შენ ვეღარაფერს ვეღარ გაიგებ. მოდი ახლა დავუბრუნდეთ 1950-იანი წლების მოლეკულურ ბიოლოგიურ რევოლუციას. 1953 წელს ჯეიმს უოტსონმა და ფრენსის კრიკმა აღმოაჩინეს და აღწერეს დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურა. მათ აღმოაჩინეს, რომ ამ დნმ-ის მოლეკულას აქვს რაღაც ულამაზესი ორმაგი სპირალის ფორმა და მის შიგნით არის მოთავსებული 4 ქიმიური ერთეული, რასაც უწოდებენ ნუკლეოტიდურ ფუძეებს. 1957 წელს ფრენსის კრიკმა, რომელიც სხვათა შორის მეორე მსოფლიო ომში იყო კოდის გამტეხი, აღმოაჩინა, რომ აი ეს ნუკლეოტიდური ფუძეები ფუნქციონირებდნენ როგორც ანბანური სიმბოლოები წერილობით ტექსტში, ან როგორც ნულები და ერთები პროგრამული კოდის სექციაში. ანუ ის, რაც მათ ფუნქციას აძლევდა, არ იყო უბრალოდ მათი ქიმიური ან ფიზიკური შემადგენლობა, არამედ მათი სპეციფიკური განლაგება ამ დამოუკიდებელი სიმბოლოების კონვენციის შესაბამისად. ანუ თანმიმდევრობა შეესაბამებოდა დამოუკიდებელ კოდს, რაც მოგვიანებით გაიშიფრა და დღეს ეწოდება გენეტიკური კოდი, აი სკოლის წიგნებშიც არის ბიოლოგიაში. ამრიგად ჩვენ გვაქვს რეალური ინფორმაციული სისტემა, რომელიც არა მხოლოდ ინახავს ინფორმაციას, არამედ გადმოგვცემს ინსტრუქციებს, რომლებიც განსაზღვრავს პროტეინებისა და პროტეინული მექანიზმების აგებას უჯრედში ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად. მოდით ახლა უფრო კარგად გასაგები რო იყოს ეს ყველაფერი, ავიღოთ რაიმე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია, მაგალითად Microsoft-ი, რომელიც ქმნის პროგრამულ კოდს, და ავიღოთ Boeing-ი, რომელიც ამ კოდს რეალურ ფიზიკურ მექანიზმად გარდაქმნის. ასეთ საწარმოებში გამოიყენება სისტემა, რომელსაც უწოდებენ კომპიუტერული მხარდაჭერით შექმნილ დიზაინსა და წარმოებას. ანუ ინჟინერი წერს კოდს, რომელიც გადაეცემა აპარატს მავთულით ან ციფრულად და შემდეგ ეს კოდი მართავს მექანიკურ პროცესს. მაგალითად, მოქლონების ზუსტ განლაგებას ფრთაზე. აი ზუსტად ესეთი მოდელი გვხდება უჯრედშიც. კოდი, გადაცემა, თარგმნა და შემდეგ მექანიზმის აგება. ახლა ჩნდება კითხვა, საიდან მოდის ეს კოდი და რა სახის კოდია. აქ შემოდის ინფორმაციის თეორია. 1940-იან წლებში კლოდ შენონმა შექმნა ინფორმაციის მათემატიკური თეორია, რომელმაც განსაზღვრა თუ რამდენად ინფორმაციულია კონკრეტული სიმბოლოების სერია. მან დაადგინა, რომ რაც ნაკლებად სავარაუდოა სიმბოლოების კომბინაცია, მით უფრო დიდი ინფორმაციაა გადმოცემული. ანუ ინფორმაცია უკუპროპორციულია ალბათობასთან. მაგრამ შენონის თეორია ინფორმაციის რაოდენობას ეხება და არაფერს ამბობს შინაარსზე ან ფუნქციაზე. მაგალითად, სრულიად უაზრო სიმბოლოების სერიაც კი თუ ის არარეგულირებული და რთულია, შეიძლება მაღალი ინფორმაციის მაჩვენებლის მატარებელი იყოს. მაგრამ არ ექნება არც შინაარსი და არც მიზანი. შენონის თეორიას არ შეუძლია განასხვაოს ინფორმაცია უბრალოდ რაღაც შემთხვევითი ხმაურისგან. ამიტომ საჭიროა ინფორმაციის თეორიას პლუს შინაარსობრივი ან ფუნქციური ანალიზი, რომელიც გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რას აკეთებს ეს კონკრეტული თანმიმდევრობა. მაგალითად, სიტყვების ლექსიკონი აღწერს სიმბოლოების ცვლად თანმიმდევრობებს, რომლებიც ატარებენ მნიშვნელობას ან ასრულებენ ფუნქციას. სწორედ ამ სახის ინფორმაცია გვაქვს ჩვენ დნმ-ში. ამიტომ ფრენსის კრიკი თავიდანვე ამბობდა, რომ დნმ-ში მოცემული ინფორმაცია არ არის უბრალოდ შენონისეული ინფორმაცია, არამედ ეს არის ფუნქციური, მიზანმიმართული ინფორმაცია. და ასეთი ტიპის ინფორმაცია ჩვენი მთელი გამოცდილებით ყოველთვის მიუთითებს ინტელექტუალურ წყაროზე, გონებაზე,
ანუ უზენაეს ღმერთზე. თუ დნმ-ები უბრალოდ რაღაც შემთხვევითი თანმიმდევრობაა, კარგი, მაშინ შესაძლებელია წარმოიშვა რაღაც ულმობერი ბუნებრივი პროცესებით. მაგრამ თუ ის სპეციფიკურია, კომპლექსურია და ემორჩილება სიმბოლოების შეთანხმებულ წესს, მაშინ ჩვენ არ ვხედავთ უბრალოდ ქიმიას, არამედ ჩვენ ვხედავთ კოდს და კოდის პირველი წყარო ყოველთვის არის გონება. მოდი ახლა მე ვიქნები ათეისტების მხარეს და შემოვიტანოთ ალბათობის თეორია და დავსვათ კითხვა. შეიძლებოდა თუ არა შემთხვევით წარმოქმნილიყო ისეთი თანმიმდევრობა, როგორიც არის დნმ-ში. ევოლუციის თეორია გვთავაზობს, რომ დროთა განმავლობაში დნმ-ში შემთხვევით წარმოშობილი მუტაციები ბუნებრივი შერჩევის გზით აწარმოებს ცვლილებებს ცოცხალ ორგანიზმში. ამ არგუმენტის თანახმად, საკმარისად დიდი დროისა და მუტაციათა დაგროვების შედეგად შესაძლებელია შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც თითქოს დიზაინს გავს, მაგრამ სინამდვილეში ბრმა პროცესის შედეგია. ახლა ვიტყვი, რატომ არ მუშაობს ეს და რატომ არის დარვინის ევოლუციის თეორიას სიცრუე, იმიტომ რომ აქ არის მათემატიკური პრობლემა, რასაც ჩვენი ძმა დევიდ ბერლინსკი უწოდებს კომბინატორული ინფლაციის პრობლემას. მოდი ახლა ეს ავხსნათ მარტივი ანალოგიით. ყველამ ვიცით პროგრამული კოდის წერის გამოცდილებიდან, რომ ყველაზე ნაკლებად რაც გვინდა ეს არის შემთხვევითი ცვლილებები უკვე მოქმედ კოდში. შემთხვევით შეცვლილი კოდი თითქმის ყოველთვის არღვევს პროგრამას, ქმნის შეცდომას და ანგრევს ფუნქციონირებას. რიჩარდ დოკინსმაც კი, ნომერ პირველმა ათეისტმა და სხვა მოლეკულურმა ბიოლოგებმა აღიარეს, რომ დნმ-ის სისტემა ჰგავს მანქანურ კოდს. თუ ეს ასეა, მაშინ პროგრამისტის გამოცდილება უშუალოდ ვრცელდება ამ ბიოლოგიაზე. შემთხვევითობა კლავს კოდს და არ ქმნის მას. რადგან შემთხვევითი ცვლილებები ანგრევს ფუნქციურ სისტემებს, ეს ამტკიცებს დნმ-ის დიზაინის თეორიას, რაც მოიაზრებს, რომ ამ ყველაფერს ჰყავს ინტელექტუალური დიზაინერი და გამორიცხავს იმ სულელურ ვარაუდს, რომ მიზანმიმართული სისტემა წარმოიშვა უბრალოდ რაღაც შემთხვევითი მუტაციებით და შერჩევით. იესო ქრისტე არის ღმერთი. მე ვერავინ ვერასდროს ვერ მეტყვის, რატომ არ მითხარიო.